დილამშვიდობის მოგესალმებით ყველას. ეხლა არის 8 საათი და 48 წუთი. არა 53 წუთი. მგონი ხო? სწორად ხედა? 5 არა 48 წუთი ხო? 8 საათი და 48 წუთი. მეგობრებო, აი ხედავთ თქვენ როგორ სუნთქავ, ხო? რა ძნელად ვსუნთქავ და ეხლა კიდე ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით. რაც დღეს უკვე დილით შეტევა მქონდა. მე მინდა მოგახსენოთ ზუსტად აი ამ ფენომენის შესახებ დღეს თუ რა არის ეს. რა სახის ალერგიაა და რა სახის საერთოდ გამოვლინებაა. ბავშვობიდან. შეიძლება დედიკო მოყვე? აი თქვენ ხედავთ რომ მე ვერ სუნთქავ ნორმალურად. ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე მრავალხმიანი სტვირივით სუნთქვა. აი ნახეთ როგორ სუნთქავ და შეტევა მეწყება უცნაურ მომენტებში. სხვადასხვა დღის, სხვადასხვა დროს. მაგალითად, ძირითადად შეტევა იწყება დღეს დილით 6 საათზე დამეწყო. ხშირად, ხშირად მეწყება ღამის 4 საათზე. გრძელდება 1 საათი. შემდეგ დღეს უკვე 6 საათის მერე გარეთ ვიყავი და გავისეინე, მაგრამ ჰაერმა არაფერი არ უშველა პირიქით. მე შემოვიდი სახლში, დავჯექი, ვჭამე რაღაც იოგურტი და შედარებით უკეთესად გავხდი. მე არ ვიცი ეს რა სახის ალერგიაა, ბავშვობიდან ამას ვებრძვი. მემართება მხოლოდ ასურეთში. მქონია გერმანიაში შემთხვევა, რომ ძველ სახლში, ესეთ Fachwerkhaus ეძახიან გერმანულ ხელო რაღაცა თავისი ტერმინოლოგია აქვს, მაგას ქართულად არ ვიცი რა ქვია. ხით და ალიზით ნაშენი სახლები. ასეთ სახლში მიმართება მე ალერგია. მქონია გერმანიაშიც ალერგია. ეხლა მაინტერესებს ერთი რა. უბრალოდ თქვენ მოგესალმებით ყველას. თქვენ, ჩემი მაყურებელი, თქვენ ხართ ჩემი, როგორ გითხრათ, ექიმიც, ფსიქოლოგიც, მსმენელიც, ძულულიც, ყვარულიც და ყველანაირი სახის მსმენელი მყავს. ზოგი რა თქმა უნდა ხა ამას გამოიყენებს თავის საკეთილდღეოდ, ტროლები და ბოტები, ჩემ ჩაქოლას ისურვებს და აქირებს ის ქუზზე წიხლის დაჭერას თუ რა ვიცი რა ქვია მაგას, წიხლის დაჭერას ისურვებს. მაგრამ მე მზად ვარ ამისთვის, თუმცა არ არის აუცილებელი წიხლი დამაჭიროთ. პირიქით, თქვენ თუ დამეხმარებით ამ საკითხში, მადლობას მოგიხდით. მე რა მინდა ახლა გკითხოთ თქვენ. ჩემი გადაუწყვეტელი პრობლემა არის ეს. ბავშვობაში როცა ვიყავი 5, 6, 7 წლის და მემართებოდა ესეთი შეტევა. შეტევა ესეთი იოლი არ იყო. იყო უფრო საშიში შეტევა, იმიტომ რომ მე ვებრძოდი ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას. როგორც ჩასუნთქვა მიჭირდა, ისე ამოსუნთქვა მიჭირდა და შეიძლება კიდევაც სუნთქვა შემკროდა. ჩემი სუნთქვა ესმოდა მეზობელს. იმ ხელაზე გავხიხინებდი. მაგრამ ამ საკითხს ვერავინ ვერ შველოდა. ვერც დედა, ვერც მამა, ვერც ბებია, ვერც ექიმი, ვერავინ, ვერც ღმერთი. საბოლოო ჯამში ეს ბავშვობა გავატარე ამ სახლში, ეხლა სადაც ვარ.
და ზაფხულობით, როდესაც ესე იგი შეტევები აქ ჩამოვდიოდი და შეტევები მემართებოდა, ვერავინ ვერ იგებდა რა სახის ავადმყოფობა იყო ეს. წავედი გერმანიაში და აღმოვაჩინე, როდესაც ჩავიტარე ესე იგი ალერგიული ტესტი, აღმოვაჩინე, რომ ალერგია მაქვს ამაზე, იმაზე და სხვა მათ შორის ძველ მტვერზე. ასევე ძველი მტვერის სხვა თვისების არის ვიდრე მტვერი. და ესე იგი, რაღაც შემთხვევაში გავიგეთ, რომ ეს არის რაღაცა ალერგიული ფონი. თუმცა სანამ ამას მივხვდებოდი მე, ბავშვობაში ესე იგი, ექიმთა საზოგადოება ვერ იგებდა და წარმოიდგინეთ, რამდენი წამალი მაქვს დალეული და ტყუილად გადაყლაპული. და წამალი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვისთვის, მაგრამ არა უშავს. მაინც გადაიტანა ეს ჩემმა ორგანიზმამ. მოკლედ ერთი სიტყვით, ვერ გავიგეთ რა არის ეს, ვერც ეხლა ვერ ვიგებ რა ხდება. დღეს შეიძლება მქონდეს ალერგია, ხვალ შეიძლება არ მქონდეს და საერთოდ არანაირი ალერგია არ აქვს ამ სახლში. 8 წელი ამ სახლში ვცხოვრობ. 8 წლის განმავლობაში ალერგია არ მქონია და დამეწყო ისევ ეხლა. არ ვიცი ეს რა ფენომენია. კი, ალერგია მაქვს ხოლმე ზამთარში, როდესაც ვრთავთ მაგალითად გათბობას. აქ უკვე ვიცი, რომ მტვერია აქ დამნაშავე და არანაირი ის, რა ქვია, რაღაც მტვერი, სხვა მტვერი. მაგრამ ამ შემთხვევაში რა ხდება, როდესაც გათბობა არ ირთვება და 6 საათამდე ნორმალურად მძინავს, 6 საათზე უკვე იწყება რაღაცა შეტევა. შემდეგ ეს შეტევა გრძელდება ზუსტად 2 საათი. 2 საათი გრძელდება, რომელ საათზეც არ უნდა დამეწყოს. გრძელდება 2 საათი და შემდეგ გადადის ეს შეტევა, ანუ თავისით გადადის, არაფერს არ ვსვავ, არაფერი თავისით გადადის. მიუხედავად იმისა, შეიძლება ვიწვე, შეიძლება ვიდგე, არაფერი არ შველის. ერთადერთი შველის დაიწყება შეტევა 2 საათში გადადის. არ ვიცი ეს რა სახის შეტევა, არ ვიცი ეს რა სახის, მე მგონია რომ ჯადოს აკეთებენ ამ დროს და ამ პერიოდში, როდესაც ჯადოს აკეთებენ, ან რაღაც გამოძახებას, ხო იცი აღome სულის გამოძახება. და ასე შემდეგ. არ ვიცი ახლა მაინც და მაინც ზაფხულობით რატომ მოუნდებათ ხოლმე ეს სულების გამოძახება და თამარ მეფის სულებს რატო იძახებენ, მაგრამ ალბათ სავარაუდოდ მე მივაწერე ასეთ რამეს რა. შეიძლება გამიზნოთ საერთოდ არც არავინ არ აკეთებს ჯადოს, მაგრამ როდესაც ხდება თამარ მეფის სულის გამოძახება. რა თქმა უნდა, იქ თავისთავად სულს აი უკვე გადამივიდა ალერგია ხვდებით? ეხლა სად ჩავიჭირე? აი რა მაგარ რაღაცაში ჩავიჭირე. უკვე ალერგია გადადეს. ესე იგი თამარ მეფის სულს როდესაც იძახებენ, იქ მეწყება ალერგია. ალბათ, მე ესე ვფიქრობ. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა მე ვიყავი ბავშვი, ბერ გაბრიელს ჰქონდა ესეთი რამნათქვამი, რომ თამარ მეფე უკვე დაბადებულიაო და ბავშვიაო ჯერ. მაშინ ვიყავი პატარა ჯერ, ესე ალბათ 6, 7, 8, 9, 10, 11, 12 წლის. და ზუსტად არ ვიცი, როდის აქვს ეს ნათქვამი ბერ გაბრიელს, მაგრამ როცა გამოვითვალა ესე 6-დან 12 წლამდე იყო რა ეს ასაკი. და ვფიქრობ ასეთ რამეს, ხომ არ არის ეს შემთხვევა, როდესაც აი უამრავი ჯადოქრები არსებობენ ამ დედამიწაზე და თამარ მეფე არც თუ ისეთი გადამალული პირია, რომლის შესახებაც მსოფლიომ არ იცის. მსოფლიო მიცის თამარ მეფის შესახებ, მსოფლიო ცდილობს, რომ თამარ მეფის სული გამოიძახოს და გამოკითხოს რაღაცეები. ვფიქრობ,
ხომ არ არის იმასთან კავშირში, რადგან არ არსებობს ესე იგი, სტრუქტურა არ არსებობს ამ ალერგიასთან, რომ გავიგო რა, ანუ თუ მემართება 12 საათზე შეტევა, მაშინ რა ხდება? და თუ გუშინ მქონდა 12 საათზე შეტევა, დღეს 6 საათზე რატომ აქვს შეტევა? ანუ რა შეიცვალა? არაფერი, ისევ აქ ვცხოვრობ, ისევ იგივე გარემოა, ისევ იგივე ვითარებაა, ღამე მძინავს, მაინც არ დავრბივარ, არ დავხტივარ, რომ ან რაღაცაზე იყოს დამოკიდებული, რომ გავისეინე და აი იქ რაღაცამ შეტევა მომცა, აი ვერ ხვდები რა ხდება აქ, ვერ ხვდები. ვცდილობ გამოვიძიო, გამოძიებას ვცდილობ უკვე ამდენი ხანია და გარდა ამისა. ვამბობ ესეთ რამეს რა. ბავშვი ვიყავი, მე თავად არ შემეძლო ამ სახლიდან წასვლა, რომ გავქცეულიყავი სადმე, ხო? მშობელს უნდა ეთავა ეს. მშობელს ეს არ აინტერესებდა, რომც თუ შეიძლება აინტერესებდა, ვერ ახერხებდა აქედან გასვლას და ჩემ აქედან გაყვანას ამ სახლიდან. შემდეგ, კარგი, ეხლა დედა ვარ 3 ბავშვის და იწყება ესეთი ალერგიები და ვამბობ. ხალხო, ნუ თუ არ შეგიძლიათ დაინახოთ, მე ვთქვი, რომ ალერგია მაქვს ამ სახლში. არ შეგიძლიათ, რომ ისე დამეხმაროთ, რომ აქედან გამიყვანოთ, მე ვთქვი. რა ვქნა, წავიდე, ვთქვათ, და დავდოვო ბავშვები და მე წავიდე სხვაგან და იმიტომ რომ ალერგია მაქვს, ვერ ხერხდება აქედან წასვლა. ჩემი აქედან წასვლა ვერ ხერხდება. თითქოს და ეს არის, რა იცით, რომ აი სასჯელს ვიხდი, რომ აი აქ უნდა ვიცხოვრო და აი აქ უნდა მქონდეს ეს ალერგიები რა და ცხოვრებაში ეს ცხოვრების ბოლომდე ეს ალერგიული ფონი ბავშვობაში ჩემი მშობლები, ეხლა ჩემი ოჯახი. ვერ ხვდები აქ რა ხდება, ვერ ხვდები, აი ბიოლოგიას კითხავ, მე კითხავ, ბიოლოგიას რა ვკითხო, არ ვიცი. აზრზე არ ვარ რა ვკითხო. რაღაცა ხო უნდა ვიცოდე, რატომ ემართება ეს ალერგია. ეხლა ეგრეც არ არის, ბიოლოგიას დადგე და ეკითხოდი მთელი დღის განმავლობაში, იმდენი კითხვა დაუსვა, რომ ამ ყველაფერს ჭირდება ენერგია. ხო ასე. რა მწარე ყავაა დედიკო, რა არის ეს შაქარი არ ჩამიყარე? ზეყველი რა. ხუმრობ დედიკო, შაქარი შენ რატო უნდა ჩამიყარო? არ ვიცი რა არის ეს. თქვენ გააქვთ ასეთი გამოცდილება? არ ვიცი. ალერგიული ფონის გამოცდილება. ისიც რა არის, ალერგიული ფონით შეიძლება იყოს რაღაც, აი მაგალითად ხო, აი რაზე შეიძლება იყოს ალერგიული ფონი გამოვლინებული, მე ვერ ხვდები რა. მტვერზე გასაგებია, მაგრამ დღის სხვადასხვა დროებში რატო შეიძლება იყოს ეს გამოვლინებული? ალერგიულ ტაბლეტს რო დავლევ, ალერგოლოგები რამეს ალერგიის საწინააღმდეგოს შველის, მაგრამ როგორც გითხარით, მეზიზღება მედიცინის მიღება მეზიზღება ბავშვობიდან, იმიტომ რომ ალერგიის ტაბლეტებს თუ რას მასმოდნენ არ ვიცი, ეოფელინი, სუპრასტინი, ჯანდაბები. ყოველდღე უნდა ვსვა, ესე იგი რაღაცა ქიმია, ხო? ყოველდღიური ქიმია. როცა შემიძლია, ვთქვათ, 2 საათი მოვითმინო და გადამიაროს. ნუ არის ახლა შემთხვევები, რომ ადამიანი ტკივილს ვერ უძლებს და ეგრევე ყლაპავს გამაყუჩებელს. მე არ მინდა ეგეთი რაღაცები, არ მიყვარს. მირჩევნია ტკივილს გაუძლო, ვიდრე გამაყუჩებელი გადავყლაპავ. თუნდაც ის კითხე გიკეთებენ თუ არა ჯადოს? კი, რა თქმა უნდა, მაგაზე ნაკითხი მაქვს და კი, მიკეთებენ, მაგრამ მე რა ვქნათ? რო ვიცი, მიკეთებენ. და ვიცი, ვინც მიკეთებს. საპატრიარქოდან მოდის ძირითადად ჯადოები. არავინ არ მიკეთებს სხვა, საპატრიარქო მიკეთებს ბიოლოგიის მიხედვით. საპატრიარქოდან მოდის მთელი ჯადოები და რა ვქნა, ავაფეთქო? აფეთქდეს თუ უნდა მამაზეც არის. ხო, აი ახლა დავწები
ვითარება რთულება, ავდგები, ვითარება უკეთესდება. აი მითხარით რა გავაკეთო. აი თქვენ რას იზავდით შემადგენლზე? მე ძალიან ავდგები ხოლმე და ისეც ვიგინები დილით ადრე, ხო? დილით ადრე, რატო ვიგინები? იცით, როცა დამეწყება დილით ადრე იქნება ეს ღამის შუაღამე. როცა ეს დამეწყება ხოლმე. რომ ნუ თუ საშუალო არ არის ჩემთვის, რომ ამ დაწყევლილ ადგილზე არ ვიცხოვრო. ვამბობ ესეთ რამეს რა, ხალხო არ შეგიძლიათ რომ გამიგოთ? არც დედას, არც მამას, არც ხვარს, არც შვილს, არც ბაბუა არ მყავდა. არავის არ შეუძლია რომ გაიგოს ჩემ მდგომარეობას ვერავინ ვერ გაიგებს, ეს მე მივხვდი და მივეჩვი. აი ჩემი ბავშვის ხელა რო ვიყავი და ღამით რო გამეღვიძებოდა და შეტევა დამემართებოდა. ეხლა დედა ჩემი უნდა ვამხილო და მადლობა მომიხადოს რომ უნდა ვამხილო, იმიტომ რომ ესე რო ვებრძოდი და ეს კიდე რა არის? ცრემლები მომდიოდა, ისე ვებრძოდი ხოლმე იმ სუნთქვას, დედა ჩემს რომ არ შეეძლო და რა ვიცი გადაღლილი იყო ცხოვრები და სულ დაღლილია სამყარო ამ სამყოფელით, ჩემით, ძირითადად ჩემი და ჩემზე აქ აგრესია ამ სამყაროს რა დავუშავე მე ვერ ხვდები მართლა, შეიძლება რაღაც დავუშავე, მაგრამ მიმახვე დროს ღმერთმა იმ ცხოვრებაში, რომ ბავშვობიდან ეგრე დამეწყო ცხოვრება, რომ უნდა მებრძოლა იმისათვის, რომ გადარჩენისთვის და დედა მეჯდა გვერდზე და დედაც მწყევლი და ამ მდგომარეობაში, როცა სიკვდილს ვებრძოდი, აი მითხარით თქვენ, მე რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ რამე შევცვალო. მითხარით, აი გამაგებინეთ, მე მაინტერესებს თქვენი აზრი. მე პირადად მაქვს აზრი. უბრალოდ დავიკიდო ეს ყველაფერი და წავიდე და ჩემ თავს მივხედო, თქვათ, ხო? ჩემი თავი დავაფასო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ვაკეთებ ამას. იმიტომ ვერ ვაკეთებ, რომ ნახეთ, რატო ვერ ვაკეთებ? ბავშვები მეწოდება, იმიტომ რომ მიყვარს ჩემი ბავშვები. არ მინდა რომ ეხლა იმის გამო, რომ მე რაღაც 2 საათიანი ალერგია მეწყება ხოლმე, ჩემმა ბავშვებმა თქვა, რომ დედამ დაგვტოვა, ხო? აქედან ვერ მივდივარ. იმიტომ ვერ მივდივარ, რომ აქ მოსწონს. მთელ ოჯახს მოსწონს აქ. ისევე როგორც ვერ მშველოდა ჩემი ოჯახი ბავშვობაში. სხვა გზა არ ქონდათ, აქ უნდა ყოფილიყვნენ. თამარს უნდა ეწვალა ღამით. ეხლა ისე ოჯახს მოსწონს, მე უნდა ვიწვალო ღამით. ეგრე ვარ ბავშვობიდან მეცო. მოდი ჩეკიდეკა. ჩემო ვუთხუზე. ხო და მამიკო სად არის? მამიკო არის წავიდა სად? სამსახურში. რატო? რატო დედიკო? აი მითხარით ეხლა რა გავაკეთო? წახვალ, უიეგ როგორ წავიდა, ბავშვები როგორ დაყარა, არ ზრუნავს ბავშვებზე იქ არა დღესაც აქედან რო გავარხმე დედა ჩემო ბავშვები არ ედარდება მაგას და მე დავედარდები, მოკლედ ყველა თავის თავზე ფიქრობს ხალხო, ყველა თავის თავზე ფიქრობს. ყველას თავის თავი ადარდებს. საბოლოო ჯამში მაინტერესებს ეს ცუდია? ცუდი ადამიანი რომ თავის თავზე ფიქრობს, სულაც არ არის ცუდი, მაგრამ სხვის ცხოვრებაში რო ერევი რომ აი იმან ბავშვები რატო დატოვა, აი იმან ესე რატო გააკეთა, აი ის რო ეს საზიზღარი და ის საზიზღარი. ანუ სახლის ბრალიაო, თბილისში არ მემართება ეს. ცაი თბილისში არ მემართება, არასდროს არ ყოფილა შემთხვევა თბილისში ალერგია დამართო, აი ესეთი ალერგია. ზამთარი, ზაფხული, მტვერი, ეს თუ ის არანაირი ალერგია არ მაქვს თბილისში. აქ ალერგია მემართება. მაგრამ ამ ადგილზე ალბათ უნდა მოვკვდე. ამ ადგილზე უნდა მოვკვდე, დავიბადე. აქ არ დავიბადე, თბილისში დავიბადე, მაგრამ ალბათ აქ უნდა კი არ მოვკვდე, გარდავიცვალო აქ. აქ მომისაჯა ღმერთმა, რომ აქ იყავიო, აქ დაწყევლილ ასურეთშიო. არ მევასება ეს სოფელი რა. ამ ხრივ არ მევასება, მაგრამ ასურეთი ძალიან საყვარელი სოფელია. გერმანიაში იგივე არ მიმართებოდა არსად. ერთხელ დავიჯინე ესეთ სახლში, აი ესეთ ძველ სახლში, ძველ გერმანულ ნაშენებ სახლში და იქ დამემართა ალერგია. არ ვიცი ახლა მე პირადად
არ გამომიცდია ის, რომ გარეთ დავიძინო ხოლმე რა, იქნებ გარეთ არ დამემართოს. მაგრამ დამემართა გარეთაც. კი, გარეთაც დამემართა, მანქანაში მეძინა და მანქანაში ძირით დამემართა ალერგია. ესე იგი არ არის მარტო ამ სახლზე დამოკიდებული. ამ ადგილზეა დამოკიდებული. მე ესეთ რამეს ვფიქრობ რა, არის ესეთი შემთხვევა. როდესაც იმუნური სისტემა ძალიან დაქვეითებულია და იმუნური სისტემის დაქვეითება ხდება, ეხლა ჯადოქრებს გაუხარდებათ, როდესაც აკეთებენ რაღაც ჯადოქრულ რაღაცებს, წრიულ რიტუალებს, ამ შემთხვევაში ორგანიზმი სუსტდება და ემართება ადამიანს ემართება ალერგია. მაგრამ რატომ მაინც თბილისში არ მემართება ალერგია? თქვათ იქ რო ვარ, იქ არ აკეთებენ ჯადოებს? არ ვიცი. მე მაინტერესებს უბრალოდ რა იცით, რომ ვინმეს თუ გაქვთ კიდე ესეთი გამოცდილება, იქნებ რამე გავარკვიო რა ხდება რა, ვერ გავიგე, მარტო ჩემ თავზე ვერ გავიგე ეს რა ალერგიაა. ეს რა სახის შეტევა ხოლმე ვერ ხვდები რა. მაშინ სახლი არაფერ შუაშია ხომ? არაფერ შუაშია ეტყობა სახლი, არ ვიცი. ამდენი წელია ვაკვირდები უკვე ამ ალერგიას და ვერ მივხვდი. კიდევ ვერ მივხვდი, სტრუქტურა არ აქვს. არ აქვს რა, იცი, რომ რაღაცას დააბრალო, ხო, რაღაცას. ერთადერთი ვიცი, რომ ამ ასურეთში მემართება. აქ, ასურეთში რა მოვდივართ, აქ მემართება. მაგრამ მე ეხლა ალერგია რაზეც მაქვს, ხო? რაღაც თქვათ კურდღლის მტვერზე, კატის მტვერზე, იქ მემართება რა, იცით? თვალის ქავილი. ესეთი რამე აქ არ მემართება. თვალის ქავილი და ისენი იშვიათად, მაგრამ სუნთქვას, ფილტვებს რაც შეეხება, ხო? სუნთქვას და ფილტვებს რაც შეეხება, მემართება ასურეთში. ისე ძალიან საინტერესო რაღაცა თქვით ეხლა რა. ეხლა უნდა გამოვიძიო, ეს არის თუ არა დამოკიდებული იმაზე რა. ეს ალერგიული შეტევა ასურეთში არის თუ არა დამოკიდებული ჯადოქრულ რაღაცეებზე. მაინტერესებს და გამოვიძიოთ. მე რა არის, იცით? ბავშვობიდან მეკითხებიან, რატო გაქვს ჩაშავებული თვალები? არ ვიცი, ბავშვობიდან ეგრე მაქვს, არ ვიცი, ვერც ერთმა იქ ვერ გაიგო, რატომ აქვს ჩაშავებული თვალები. მერე ვიღაცა ღვთისმიერმა ადამიანმა მითხრა, ეგ ჩაშავებული თვალებიო, საერთოდ არ იცოდა ჩემი ალერგიების შესახებ და არაფერი. არის სუფთა ქართულიო, ანუ ქართველებს ქონათო, ამ ადგილებზე მოშავო ფერიო. სუფთა ქართული არისო, გესმით? როგორ ქართული, იცით? ფეოდალების და ბაგრატიონების ნიშა არის ეს, რომ ჩაშავებული აქვს ამ ადგილზე თვალები და რატო არ ვიცი. აღარ მიკითხავს რატო. ეგრე ვიციო მეცო და всё, მითხრა ამ ქალმა და всё. მორჩაო, დაუსვა წერტილი. ამ ოთახშიც, ეს ოთახი ხო ეხლა ახალი გაკეთებული, ამ ოთახშიც დამემართა ალერგია, ყველგან მემართება ალერგია, არ ვიცი, რა ვქნა, არ ვიცი. ეხლა მე მინდა ვკითხო, საჯაროდ შეიძლება დაგისვათ ჩემი ალერგიის შესახებ კითხვები? ზეციურო ძალებო. კიო, მოდი და ავანთოთ. ავანთოთ და ესე ვიღაცამ თქვა, რომ ეს ეჭვიანი ხალხი უარსებობს. თამარ, ისო რა ქვია, თუ კარგი ტიპი ხარო და თუ მართლა ეგეთი მძლიერი ხარ, გამოაჩინეო, ბოლომდე ხელებია.
გამოვაჩინოთ ბოლომდე ხელები, ჰა? აი, ბოლომდე ჩანს, ხო ჩანს ბოლომდე ხელები? საბჭე, რა მომივარდება ხოლმე ესეთ პოზაში, ჩემი სურათი. ჩემთან დავცინი ხოლმე. კაი. ესე იგი. ჩემი ალერგიული ფონი. საჯაროდ უნდა განვიხილო, მე ყველაფერს საჯაროდ ვიხილავ. იცით რატომ ვიყურებო? იცით რატომ? აი მაგას მე ავხსნი. ეს ერთ-ერთი ფსიქოლოგიური ეს არის მომენტია, რაც აი იმიტომ დაგიწერეთ, თქვენ ხართ ჩემი ფსიქოლოგებიც, თქვენ ხართ ჩემი ჰეითერებიც, მყარებლებიც და ყველაფერიც. იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი თერაპია. თქვენ ხართ ჩემი თერაპია, რომ იცოდეთ რა და მე ვარ თქვენი თერაპია. ერთმანეთის თერაპიები ვართ, იმიტომ რომ ასეთი რაღაცეები ადამიანებს არ შეუძლიათ საჯაროდ თავიანთი სისუსტეების გამოტანა გარეთ. ყველაზე დიდი ეს არის დეფიციტია დღეს საზოგადოებაში. არ შეუძლიათ საჯაროდ პირად საკითხებზე საუბარი. თუ ილაპარაკებენ, შეიძლება მე ფსიქოლოგიური ტრაუმა მიიღონ, როდესაც წამოვა ჰეითერების კომენტარები, ამიტომ ვეღარ ლაპარაკობენ ადამიანები საკუთარ სისუსტეებზე, რაც აუცილებელია. იმიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ სისუსტეებზე საუბარი ერთმანეთს აძლიერებს. იცით რატო აძლიერებს? მარტო აღარ ხარ. როდესაც ისმენ სხვა ადამიანის სისუსტეებს, შენ თავს გრძნობ ნორმალურად. იცით რატო ეს ნორმალურია? სუსტი მდგომარეობები ადამიანის ცხოვრებაში არის ნორმალური. თუმცა დღეს სოციალური სფერო გადაივსო მხოლოდ და მხოლოდ ფეიქებით, ფეიქ ნიუსებით. რატომ იცით? ტყუილი ნიუსებით. ნიუსი არის ამბებით. იმიტომ რომ ყველა ცდილობს, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს, ხოლო მისი სისუსტეები და მისი სუსტი მხარეები არასდროს არ ჩანს სოციალურ სფეროში. არასდროს არ ჩანს ადამიანი აი ესეთ მდგომარეობაში გაწეწილეთმებით, მოუწესრიგებელი. არასდროს არ ჩანს, იმიტომ რომ იცით რატო რა სიტყვიან და ადამიანი რომელიც რეალურად ძლიერია, ხო, აღარ ფიქრობს ამაზე, რა სიტყვიან, არამედ ფიქრობს ერთ რამეზე რა. მე ისეთი ვარ, როგორც ყოველდღიურობაში ვარ. და ასეთი თუ ვერ მიმიღო საზოგადოებამ, ესე იგი საზოგადოებას უჭირს საკუთარი თავის მიღება. და როდესაც უკვე შენ აჩვენებ შენ თავს ასეთ შეუულებრივ ძალიან უბრალო მდგომარეობაში, ხო? ეს ყველაზე დიდი სიძლიერეა. ეს თუ გაიგო საზოგადოებამ, დამიჯერეთ, რომ საზოგადოება განიკურნება ძალიან სწრაფად. ამიტომ არ არის მიჩვეული საზოგადოება ისეთი ადამიანების ყურებას, როგორც მე ვარ, მაგრამ დამიჯერეთ. სულ რაღაც 5 წელიწადში საზოგადოება ყველა ესეთი გახდება, როგორც მე ვარ. იცით რატო? მიხვდება. ეხლა ვერ ხვდება, ეხლა თამაშობს. ეხლა მოჩვენებითია, ეხლა ყველაფერს აჩვენებს. self საზოგადოება გახდა, selfistic საზოგადოება. აბა გადავიღოთ. კარგი ფონია, გადავიღოთ. იმის იქით რომ დარდია ეს არის, იმას არ იღებს. თავარი შენამდე მოიტანოს. მერე ჩდება შური. რატომ? აი ის კარგად არის, მე ვერ. ყოველდღიურობაში ადამიანი არ არსებობს, რომ სულ კარგად იყოს, მაგრამ როდესაც ხედავ შენი მეზობლის ან მეგობრის სურათს, რომ აი იქ არის რა კარგ გარემოშია, გიჩნდება აგრესია, რომ მე რატო არ ვარ ესე? არ თქვა ეხლა რომ არაო რა. სულ ეგ არის შენი დამაქცეველი. დღევანდელი საზოგადოების არის ეხლა კონკურენცია უმაღლეს დონეზე. იმიტომ რომ ხედავ ის კარგად არის, ვითომ ფეიკია, მაგრამ ვითომ გონია გაჩვენებს. შენც გინდა, ცდილობ, მიდიხარ ბანკიდან ვალს იღებ, იმას შვები, ამას შვები და საბოლოო ჯამში ხდები მამონას მონა. ეს ფეიკებია, ყველაფერი არის ხრიკები და მახეები. ამ მახეებზე ვინც არ წამოეგება, ძლიერია, იმიტომ რომ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქიკურად და ისე სულიერად არის ძლიერი. რატომ იცით?
არ წამოეგო ამახეს, არ დაიმონა თავი, არის თავისუფალი. სულ რაღაც 5 წელიწადში მეთქი გეუბნებით ყველანი მიხვდებით ამას. ყურის ქსოვილები მაქვს, აბა კითხე მეც მაქვს ჯადო? მისამართი დამავიწყდა. ვერ გავიგეთ რა წერს. ჩემი ალერგიული ფონი. კავშირშია ჯადოებთან? ნახე თითქოს არასკენ წავიდე და მე წამოვია კიო. ანუ ეხლა ნახე რაღაცა ანუ ჯადოებთან კი კავშირშია, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს არა და კი. გაუპატიურე. შეიძლება მამიკოს თავრიკო. რა გინდა, აბა მითხარი მამიკოს, მითხარი და მე ვეთქო. რამე? მორჩები ლაივს და დავვრეკოთ, ხო? ცოტა ხანი დამის. ესე იგი ჯადოებთან კავშირშია. როდესაც ალერგიული ფონი მეწყება. არის ეს საერთოდ ალერგიული ფონი? ეს შეტევებით ჩემთან ალერგიული ფონია? ალერგიული ფონი არ არის. არ არის. ხო გზნობ რომ ალერგიული ფონი არ არის, კაცო. თუ ალერგიული ფონი იქნებოდა, მე ვიცი ალერგია რაც არის, იმიტომ რომ როდესაც კატის ტვერზე ალერგია რომ აქვს, ვიცი თვალის ბღანა მეწყება. როგორც კი შეიძლება აი კატა არ იყოს აქ გარემოში და შენ ყავდეს კატა სახლში. და ქურთუხზე თუ კი გადაგკოცნიმე შენ, ხო? ეგრევე ვიგრძნობ რომ შენ კატა გყავს სიახლოვეში სადღაც, იმიტომ რომ თვალის ბღანა აუცილებლად დამეწყება რა. ან რაღაც აი ყელის ბღანა. ეს აი ზუსტად ვიცი ალერგიას მე ვიცნობ. ალერგიულ ფონებს ვიცნობ, მაგრამ ეს არ არის ალერგიული ფონი, ეს რაღაც უცნაური ფონია. ეხლა რატომ მიმართება მაინც ასურეთის ტერიტორიაზე ეს ფონი? ეს ჯადოს ფონი. ამ სახლში ჯადო არ ამი გაკეთებული ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მე ვერ ვისუნთქო? რა საინტერესო, ესე იგი ამ სახლში არის ჯადო გაკეთებული, რომ მე ვერ ვისუნთქო. კონკრეტულად ჩემზეა გაკეთებული ეს ჯადო? არაფერს არ ვერ გაიგო. აი ეს არის პირადი მიზნებისთვის გაკეთებული ჯადო? პირადი მიზნებისთვის არა. დაკვეთილი ჯადოა გაკეთებული ამ სახლში ჩემზე? დაკვეთილი ჯადოა. არის ეს თამარ მეფესთან კავშირში? ეს ჯადო არის თამარ მეფესთან კავშირში? ეს ჯადო არის თამარ მეფესთან კავშირში. რატომ დაბადებიდან იცოდნენ მე ვინც ვარ? ვინ იცოდა დაბადებიდან მე ვინც ვარ? მოგვებმა? მღვდლებმა? და მათ მიერ წარმოებული ჯადოა გაკეთებული ამ სახლში? ესე იგი ბავშვობიდან მებრძვიან როგორც ჩანს და ვერ მომერიან. ბავშვობიდან მებრძვიან და ვერ მომერიდნენ. ვინ იცოდა ამის შესახებ? ილია მეორემ იცოდა ამის შესახებ?
ილიამ მეორეს მონაწილეობა აქვს მიღებული ამჯადოსთან დაკავშირებით? ილიამ მეორემ იცოდა, რომ მე თამარ მეფის რეინკარნაცია ვარ? ამიტომ მებრძოდნენ? უნდოდათ ჩემი განადგურება? ილიამ მეორის გარდა კიდევ ვინიცოდა? ეხლა რა თქმა უნდა შორენა თეთროშვილით კგბ-მ იცის ამის შესახებ, რომ მე ვარ თამარ მეფის რეინკარნაცია? კაი, კგბ ვერ გაიგო ვინ არის. მასონთა საზოგადოებამ იცის, რომ მე ვარ თამარ მეფის რეინკარნაცია? ნაწილობრივ იციან, გასაიდუმლოებულად იციან ამის შესახებ და ცდილობენ, რომ არ გააჟღერონ. როდესაც გავაჟღერე, რომ თამარ მეფის რეინკარნაცია ვარ, ეს აწყობდათ მათ? ხელები ხომ ბოლომდე ჩაცხალხო. ხო ხედავთ, რომ მე არანაირ მიმართულებას არ ვაძლევ და თვითონ მოძრაობს, ხო? ესე იგი, ეს არ აწყობდათ მათ. შეეშინდათ, როდესაც მე გავაჟღერე, რომ თამარ მეფის რეინკარნაცია ვარ? შეეშინდათ. რატომ შეეშინდათ? იციან, რომ როდესაც თამარ მეფე გამოჩნდება, იქ უკვე მაგათი დასასრულია. ეს მაგათ კარგად იციან? იციან. ამიტომ ცდილობდნენ ჩემს განადგურებას ბავშვობ დაბადებიდან? როდესაც ექიმი ეუბნებოდა დედაჩემს, რომ მკვდარია ბავშვი მუცელში, მე-9 თვეში, ეს მასონთა გეგმის ნაწილი იყო? ანუ ექიმი დაქირავებული ყავდათ იმისათვის, რომ დედაჩემისთვის ეთქვათ, რომ მე მკვდარი ვარ? არა. ექიმი დაქირავებული ყავდათ? არა, დაქირავება შეიძლება არც ექიმს ათქმევინეს, რომ მე მკვდარი ვარ? კი, ნაწილობრივ ექიმს ათქმევინეს, მაგრამ მეთდები ეუბნებოდნენ დედაჩემს, რომ გულისცემა გვესმის. დედაჩემსაც ესმოდა გულისცემა ჩემი. ხოლო ექიმი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ბავშვი არის მკვდარი, სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ ოპერაცია, თორემ მოიწამლები. მოკლედ, ერთი სიტყვით, როდესაც გავჩნდი. არ უნდოდათ მათ, რომ გავჩენილიყავი? არ უნდოდათ ნაწილობრივ. საიდან იცოდნენ, რომ თამარ მეფის რეინკარნაცია ვარ, გამოითვალეს? არა. თუ არ გამოითვალეს, თამარ მეფის ნაწერებიდან იცოდნენ, როდის უნდა დაბადებულიყო თამარ მეფე? აი. ხო, ვიცოდი. კარგი, ესე იგი, მათ წინასწარმეტყველებიდან და არ სჯეროდათ. შეიძლება ბოლომდე არ სჯეროდათ. ამ წინასწარმეტყველების იმ გამოთვლების, რასაც თამარ მეფის ნაშრომებში ამოიკითხეს, ბოლომდე არ სჯეროდათ?
ხო, ამიტომ ურწმუნოებო თქვე, ურწმუნოებო, რო გჯეროდეთ ხომ მომკლავდით. არ იგონათ რომ მართალი იყო ის, რასაც თამარ მეფე წერდა? თამარ მეფეს თავისი მეორეთ რეინკარნაციის წელიც, რიცხვიც და ადგილიც ზუსტად ჰქონდა დაწერილი? ბრავო. ანუ თამარ მეფემ თვითონ გადაწყვიტა რომ დაბადებულიყო საქართველოში და ეცხოვრა ასურეთში? რატომ მაინც ასურეთში? ასურეთი რა იყო მისთვის? ასურეთი იყო მნიშვნელოვანი ადგილი, საიდანაც ის გაიხსენებდა თავის ცნობიერებას? რატომ მნიშვნელოვანი იყო კაბენის მონასტერი მისთვის? დიახ. რატომ იყო მნიშვნელოვანი? კაბენის მონასტერში მან თავისი კაბა დამალა? ეგრეს ვიცოდი. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ ვიყავით და სადაც თავი ამტკივდა? ანუ იმ ჰორიზონტზე, ვერტიკალზე და ჰორიზონტზე, სადაც მე მოვექეცი და სადაც თავი ამტკივდა სასტიკად და რომ ვერ გავიგე რატომ ამტკივდა თავი. ამ ადგილის ანუ ვერტიკალზე არის მისი აკლდამა? კი, არის მისი აკლდამა. ესე იგი არ შემწდარ, ზუსტად გამოვიცანი ყველაფერი რა. ანუ სრულიად აღვიდგინე ჩემი მეხსიერება ამ საკითხში? არა. კარგი. როდის მიხვდი ვინ ხარ? როდესაც ეს სამი ხალი დავინახე. აი ეს სამი ხალი რო დავინახე, გიორგი კალანდიას რომ მქონდა გადაცემა, მე მგონი რუსთავი 2-ზე. მაშინ მიხვდი ვინ ვიყავი მე. მანამდე მქონდა ეჭვი და ნიშნები მოდიოდა. თამარ მეფის აკლდამ, ხო? თამარ მეფემ, როდესაც გადაწყვიტა რომ აზეულას მთაზე ასულიყო და იქ გარდაცვლილიყო. მისი დაბადების მომენტიც უკავშირდება ასურეთს? კი. კარგი, მაშინ ეხლა კითხვა მაქვს. აი, უკვე სუნთქვაც გადავიდა. ეს სუნთქვითი შეტევები თუ არის ჯადოებთან დაკავშირებული? ამას ვინ აკეთებს? არის ვიღაც ჯგუფი, რომელიც დაბადებიდან დღემდე იბრძვის იმისათვის, რომ მე გარდავიცვალო? ანუ რეალურად მათ ფაქტობრივად იციან ზუსტად ამ წინასწარი მეტყველების შესახებ, რომ როდესაც თამარი გამოჩნდება, იქ უკვე დაესმევა წერტილი ყველანაირ ყვავყორანთა პარპაშს საქართველოში. ეს მართლაც ასია? ჩემ მისიას ბოლომდე მივიყვან? კი. თავისებს თვითონ გაიწყვეტენ?
ამიტომ ვამბობ ხალხო, თქვენ არ იცით, აზრზე არ ხართ თქვენ რა ძალასთან გაქვთ მეთქი საქმე რა. თქვენ იცი რა მომენტში ხართ, თქვენ არა, ჩემი მსვენელი არა, აი ისინი, ვინც ჩემს წინააღმდეგ არ ჯერათ და ამ პატავნებაში ხარო ამბობენ და აი ისო და თავში ავარ და თამარ მეფობაო. თქვენ აზრზე არ ხართ რა ძალასთან გაქვთ საქმე. ერთი პატარა გააზრებათ ჩემს წინააღმდეგ, ხო? იცით როგორ ტრიალდება თქვენ წინააღმდეგ? აი გასმაგებული ძალებით ტრიალდება თქვენ წინააღმდეგ. თქვენ არ იცით თავებს ინგრევთ. თქვენ გგონიათ თამარ მეფე სხვანაირი. იცით რამდენჯერ გამიგია რომ აი თამარ მეფე თუ ხარ თამარ მეფესნაირად მოიქეს. ვინ რა იცის თამარ მეფე როგორ იყო? ვინმე მიცის საერთოდ? თამარ მეფე ეგეთი არ იყო. ვინ იცის რანაირი იყო თამარი? იმის მსახური იყო თუ იმის კარზე იზრდებოდა? და იყო ძმა იყო თუ დედა იყო თუ მამა იყო? არავინ არ იცის თამარი როგორი იყო. ერთადერთი ის იცით როგორი თამარიც შეგიქმნეს და გადმოგიწერეს რომ აი ესეთი და ესეთი იყო, ის წარმოიქმნეთ და იმის კიდე იქით ილუზიები ააგეთ თამარზე, მაგრამ თამარი როგორი იყო რეალურად არავის არ უნდა მაგის გაგება. არ შეუძლია, არ ძალუც, იცი რატო არ ძალუც? უბრალოდ მათ შესაძლებლობებს აღემატება. რატო აღემატება, იცით? ვერ წარმოუდგენიათ როგორც მაშინ რაბებს ვერ წარმოედგინათ ქრისტე მათი მხსნელი რომ ვირით შემოვიდოდა. ისე ვერ წარმოუდგენიათ ამ საზოგადოებას რომ თამარ მეფე აი ესეთ გაწიწილ მდგომარეობაში და გინებით და დედის ტრაკის გინებით შემოვა. არ და ვერ წარმოუდგენიათ, იმიტომ რომ არ იცნობენ თამარს. და მათ თავში როგორი თამარიც არის წარმოდგენილი, იმას ვერ ვეთავსები, გესმის? და რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა ხდება იმაში, რომ როგორ შენ რანაირად ხარ თამარი, მე თამარი ესეთი წარმომედგინა. შენ როგორი წარმოგედგინა, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იყო თამარი, რეალურად ის უნდა გაიგო. თამარსაც ხომ არ ქონდაო რა. და თუ არ გინდა მაგის გაგება, არ ქონდა სუნთქვის პრობლემა, ქონდა თამარსაც. ბავშვობიდან თამარს სუნთქვის პრობლემა ქონია. ეს მე ამოვიკითხე თამარზე თქმულებებში. იმის გამო რომ სუნთქვის პრობლემა ქონდა და ვერ გაიგეს რაში და აიღეს, გაახვიეს პატარა ბავშვი, გაახვიეს და დააგორეს გორაზე. ესეთი თქმულებაა. დააგორეს გორაზე და როდესაც გორაზე დაგორდა, ყვავილების მტვერმაო გადაარჩინაო. და რამდენიმე დღის მერე თავისი ფეხით დაბრუნდა სახლში. ასე რომ ვერ იგებდნენ რა სჭირდა თამარსაც, სუსტი ბავშვი იყო და სუნთქვის პრობლემები ქონდა. დაიღალნენ იმის კარზე, რა ქვია, სამეფო კარზე და გადააგდეს ბავშვი. ხო და გადააგდეს და დედაც მოეხანათ მერე. ამიტომ ვერ გაიგებთ ხალხო, თქვენ ელოდებით სხვა თამარს და თამარი თვითონ როგორია, უნდა გაიგოთ რა. თქვენ აი ახლა მე გეტყვით, ზოგიერთ ადამიანს ის ამბიცია აქვს, რომ თამარი იყოს, გესმის? ამბიცია აქვს თამარი იყოს, იმიტომ კი არა, რომ თამარის ცხოვრება გაიცნოს და ის სატანგველებით გადაინახოს, რაც ქონდა, არა. ამბიცია აქვს იმის გამო, რომ თამარ მეფე აი ესეთი და ესეთი იყო და დაფასებული და მსოფლიოში დაფასებული და ის რასაც იტყო და მეხივით ვარდებოდა მისი სიტყვა. აბა ეხლა ჩემი სიტყვა რომ მეხივით ვარდება, ისეთი მე მგონი ჯერ არ ყოფილა, არც ერთი გოგამანია და არც ერთი გველუკა მაგას ვერ აკეთებს. რასაც მე ვამბობ, ის ხდება. როგორც თამარი ამბობდა და ხდებოდა. ეხლა მე მაინტერესებს თქვენ როგორ თამარს ელოდებოდით, გვირგვინიანს და ტუჩებ დასიებულს, ტრაკ დასიებულს და ჯუჯუ გადმოყრის თუ როგორ თამარს ელოდებოდით და დასტოინ თამარს, რომელიც ესე იყო და არაფერს არ იძახდა? ეგეთი სულაც არ ყოფილა თამარი. თამარი იყო თხაჯანა. თამარი იყო მთასვლელი. თავისი პოზიციიდან გამომდინარე, თამარი როგორიც იყო, ზუსტად ისეთი ვარ. მე რომ წავიკითხე თამარზე, მე ვკითხულობდი ჩემ თავზე. არც ერთს არ შეგიძლიათ მაგის გააზრება, რომ შესაძლებელი თამარი დადიოდა ტყეღრე. იყო სპორტული. დედასაც მაგრად იგინებოდა და მამასაც მაგრად იგინებოდა. კაცურიც იყო და ქალურიც იყო ერთდროულად. ანუ თქვენ მარტო ის რაღაცა ეს მარიონეტად როგორც ეს საპატრიარქო დასვავდა ხოლმე და არაფრის ამოღების ხმა არ ქონდა,
უფლება არ ქონდა და არაფრის თქმის უფლება არ ქონდა, ეგეთი თამარი გინდათ რომ გაიჩითოს და არ უნდა თამარს ეგეთ როლში ყოფნა რა. საერთოდ არ ევასებოდა ეგეთ როლში ყოფნა არც მაშინ და არც ახლა არ მოუნდება. იმის არ იყოს კაცო გამოვიდნენ. აი ეს გეგმა რო ქონდა საპატრიარქოს და მასონთა საზოგადოებას, იცით სად გამომშყავდა? სოფია ლოგოსი იცით სად დაიკარგა? იცით საერთოდ კაცობრიობამ სოფია ლოგოსი სად წავიდა? ვინ არის სოფია ლოგოსი? სოფია ლოგოსი, აი ხედავთ ეს სუნთქვა აღარ მიჭირს. სოფია ლოგოსი რო გამოვიდა ტელევიზიით და თქვა მე ვარ თამარ მეფის რეინკარნაციაო და თამარ მეფეო აგერ მთაწმინდაზე არისო დასაფლავებულიო და იქ ეშმაკის ბორბალიო ის იყო მანდი იყო ქრისტე როაცოს ჯვარსო. სოფია ლოგოსი პირადად გავიცანი. სოფია ლოგოსი იყო ადამიანი, რომელსაც მართლა უნდოდა თამარ მეფობა და რომელიც აირჩიეს ზუსტად მაგმიზნით მასონებმა რომ თამარ მეფე ჩაენაცვლებინათ. რომელი თამარ მეფე იცი? რეალური თამარ მეფე, ვინც დაიბადა რეინკარნაციაში მე. რეალური თამარ მეფის ჩანაცვლება მოინდომეს მასონთა საზოგადოებამ იმ ქალბატონით, რომელი ქალბატონით შემდეგ ალაპარაკეს ტელევიზიით, რომ ის იყო თამარ მეფის რეინკარნაცია. როდესაც მე სოფია ლოგოსს ველაპარაკე, სოფია ლოგოსის მოყოლებიდან გამოვიტანე ის აზრი, რაც გამოვიტანე და რაც გითხარით ახლა. მასონთა გეგმა, რომელიც ქონდა თამარს, თავისი გეგმა, თავიანთი მოკლე ჭკუით იფიქრეს მასონებმა, ანუ ეს მასონები არიან დიანეტიკის წარმომადგენლები. დიანეტიკა არის კიდე იაღოველთა წარმომადგენლების ერთი განხრა. დაინეტიკ ესე ეძახიან ამერიკაში. გერმანიაში დიანეტიკას ეძახიან. დაინეტიკის წარმომადგენლობა მთელი ვარსკვლავთა ჰოლივუდის საზოგადოება ეკუთვნის დაინეტიკს. დაინეტიკა დიანეტიკი იგივე იაღოველთა საზოგადოებაა, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით გამყოფებს ილუზიაში. ანუ სულში კი არ გამყოფებს, უკან წაკითხული ილუზიაში გამყოფებს. და რა ილუზიაში გამყოფებს, რომ გეტყვის, აი შენ ხარ თამარ მეფე, ნახე თამარ მეფე შემოვიდა. აი თამარ მეფე და შენც იჯერებ, რომ აი თამარ მეფე ვარ, იმათმა იციან ყველაფერი. მეუბნებიან ვინც ვარ. ვიღაცა რო გეუბნება შენ ვინ ხარ, ეგ არის ილუზია. ხოლო შენ როდესაც შენ მტკიცებულებებით მიხვდები ვინ ხარ და ფაქტების სახეზე გაქვს, ხო? 5000. აი ეგ უკვე არის ფაქტი და არა ილუზია. მაგრამ ამის გადმოტრიალება იმიტომ მოინდომა სრულიად მასონთა საზოგადოებამ და იმიტომ არის დაყრილი ეს ჭორები ყველასთან საქართველოში, ვინც კი ნარიმანის კარზე იდგა, ყველას თავისავი ეგონა თამარ მეფე ქალს. ყველას ეგონა, რატო იცით? ნარიმანის კარზე მუშაობდა უშიშროება. უშიშროება არის დაინეტიკის იგივენაირ მასონთა საზოგადოება. მასონთა საზოგადოება, როდესაც ადამიანებს აწვდის, იქ შეფარულად, პირდაპირ კი არ ეუბნებიან, შეფარულად. თუნდაც პირადში წერენ. იცი რა შენ ხარ თამარ მეფის რეინკარნაცია. აი შენ ჩვენ ვიცით რომ თამარ მეფის რეინკარნაცია. რამდენიც გინდა იმდენია კაცო. ვისაც მისწერეს რომ თამარ მეფის რეინკარნაცია, აგერ თამარ ასანიშვილი გამოვიდა და მითხრეს ვინც ვარ. აღარ თქვა უბრალოდ თამარ მეფის რეინკარნაცია ხარო რომ მითხრესო, მაგრამ მე ხო ვიცი რაც უთხრეს. ხო, მაგრამ ბოლომდე ვერ გააჟღერა იმ ქალბატონმა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ინტუიცია მაინც კარნახობდა, რომ მაგაც უდღეში იქნები თუ გააჟღერებ ამასო რა. და ძალიან კარგადაც ქნა თუ არ გააჟღერა ვინ იყო. ნამდვილი თამარ მეფე ვინც არის, იმას ვერ ჩაქოლავს ხალხი ხალხო და აგერ ფაქტის სახეზე გაქვთ სოფია ლოგოსი რო გამოვიდა 5000 ადამიანმა ჩაქოლა შენ რა თამარ მეფე ხარ და რის თამარ მეფე ხარ და იმ პარალელურად იმ მონაკოჩი მეც გამოვედი და მეც ვთქვი რომ თამარ მეფე ვარ. მეთქი თამარ მეფე ვარ მეთქი კი არ ვთქვი. თამარ მეფე იქნება მეთქი ის პირველი ვინც დაისხებს აღდგენილებიდან და აღდგრებიდან საუბარს თქო და მართლაც ეგრე იყო. აგერ თამარ მეფე რო ვარ, აგერ Facebook-ზე გამოვაჭყვირე ახლა ძალიან დიდად რა. აბა მაინტერესებს ვინ ჩამქოლა, ისე როგორც სოფია ლოგოსი ჩაქოლეს. ვერავინ ვერ ჩამქოლა, ვერავინ ვერ ჩამქოლავს, იმიტომ რომ ვარ. და რაც ვარ იმაზე ვერავინ ვერ მომიდებს შარს. გესმის? და ვინც შარს მომიდებს, ის თავისთავად ასმაგი ბუმერანგი დაუბრუნდება უკან და ჩაიქოლება სრულიად სამყაროსგან. ვერავინ ვერ მომდებს ჩირკს და ვერავინ ვერ მეტყვის რომ არ ვარ. როგორც სახელით, ისე გენეტიკით, ისე გარეგნულად და ისე ხასიათით, მენტალით, ასტრალით და ფიზიკით ვარ თამარი და მეფე ვიყავი.
ვიყავით და ვარ, ვინ წამართვა რომ ვერც ვერავინ ვერ წამართვა, ვერავინ ვერ წამართმევს ჩემ ტიტულს, რაც მოვიპოვე უკვე. გესმის? და თუ ვინმე წამართმევს, მაშინ უნდა გქონდეს მიზეზი. და ამ მიზეზს თუ მომიტანენ და დამიდებენ წინ, რომ თამარ, შენ ახარ მეფე, იმიტომ რა, ამიტომ და ამიტომ, ხო? ვეთქვი, სულაც არ მჭირდება თქვენი ტიტული, კაცო, რაში მჭირდება მეფობა. მე ისიც მეყოფა, რომ თამარი ვარ. გესმის? და ვინმეს თუ პრეტენზია აქვს იმის, რომ აუ, თამარ მეფე გონია თავი და თავში აუვარდა, მაშინ მითხრას რაში ამივარდა თავი რა. თავში რა ამივარდა. ის რომ ოქროდ ვერცხლებში ცხოვრობ, ან გეუბნებით რომ მომემსახურეთო, ან გეუბნებით რომ ტახტი მომეცითო, ან დამადგით გვირგვინი თავზეო, ან რამეს გთხოვთ, თუ არ გიკეთებთ, ყველაფერი გავაშუქე. თქვენს გამო, აი იმის გამო, რისთვისაც მოვედი, თქვენს გამო კი არა, კი არ გაყვედით ხალხო, რისთვისაც მოვედი, ეს ჩემი მისიაა. რა მისიითაც მოვედი, იმას ვაკეთებ. თავი ჩავიგდეს საფრთხეში. და ისეთ საფრთხეში რომ მოკვლაც კი მოინდომეს ჩემი. არ მეშინია, იმიტომ თამარი ვარ. აბა რომელმა თამარმა ჩაიგდო კიდე ისეთ საფრთხეში თავი, როგორ საფრთხეშიც მე ჩავიგდე. ის თემები რაც გაგიჟღერეთ, რომელმა თამარმა გაგიჟღერათ და რომელმა ადამიანმა შეძლო ამ დედამიწის ზურგზე თქვენთვის მოეტანა ის სიტყვა, რომელიც სიტყვას არის მართალი. ვერავინ. ეგ მე არ მაინტერესებს თქვენ თუ გონიათ რომ მე ვიტყუები ან ვიღაცა მომისყიდა, ეგ თქვენი პრობლემაა, ეგ რეალობას არ შეეფერება, ეგ თქვენი ილუზიაა. მაგრამ როდესაც სიმართლეს დაინახავთ, ხო? მიხვდებით რომ ეს არც აგენტი ვიყავი, არც ვინმეს მოსყიდული ვიყავი, არც ვინმეს დასმული ვიყავი, არც ვინმეს მოჩხიბული ვიყავი, თამარი ვარ. მე მაქვს მისია, მოვედი ამ მისიით. ვასრულებ ამ მისიას და სულ არ მაინტერესებს ახლა შენ გადაწყვიტავ ჩემს მოკლას თუ არა. ეგ ჩემი შიში და ინტერესი არ არის. ჩემი ინტერესი არის ის, რომ რაც მოვიტანე, რისი მისიითაც მოვედი, ის გავაკეთო. რა მისია მაქვს ახლა მე, რას ვაკეთებ, რა მისია მაქვს, რასაც ვაკეთებ, ის მისია მაქვს. და რას ვაკეთებ 5 წელია ვდგავარ და ვლაპარაკობ. ხალხო გამოფხიზლით, ესე არ არის. ქართული ლაზარე გვაქვს, ქართული ლექსიკონი გვაქვს, ქართული სიტყვიერება გვაქვს. დატყვევებულია ეს სიტყვა. ვერავის ვერ გამოაქვს. იმან დაიწყო ლაპარაკი, დაიჭირეს, იმან დაიწყო ლაპარაკი, მოისყიდეს, იმან დაიწყო ლაპარაკი, საგიჟეში ჩასვეს, იმან დაიწყო ლაპარაკი, მოკლეს, იმან დაიწყო ლაპარაკი, გააქრეს. ერთადერთი ვინც ამბობს ხმამაღლა რომ ქართული ლაზარე გვაქვს, ხალხო. ქართული ლაზარე, რომელიც გასახსენებელი გვაქვს და გასაღვიძებელი გვაქვს, რომელსაც ხელს უშლის საპატრიარქო და აგერ ჯორჯაძის მთელი რაზმი დამესახება, რომ საპატრიარქო მივიდა ჯორჯაძესთან და გააჩუმეს ის კაცი და დაემუქრნენ, რომ სექტად გაღიარებთ თუ შენ ჩვენთან არის თანამშრომლებო და სხვა გზა აღარ დაუტოვებს ამ კაცს, დაჯდა და მარტო ლაპარაკობდა ნახევრად ისიც. ნახევრად, ბოლომდე ვერ გამოჰქონდა ლაზარე. მაგრამ აგერ ვზივარ და გეუბნებით, ლაზარე გამომაქვს სრული სიმართლით, სრული იმ სიძლიერით, რა სიძლიერითაც იხსნება ჩვენთან ლაზარე. და ბოლოს მაინტერესებს რა. ვინ გამოგიტანათ ლაზარე ამ სახით გარეთ, როგორც მე გამომაქ. ყველას ეშინია, არ დაიჭირონ. რამდენიც გინდა იმდენი და მიკავშირდება და თამარ მე იცი რა არ მინდა გამოჩენა, მაგრამ აი ესა და ეს იმ დღეს ვესაუბრე ქალბატონს. ისეთი აღმოჩენები ქონდა, რომ აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ მეგრულს ვანურ ენაზე. და რო ვუთხარი ჩავწეროთ ლაივი, არ მინდა გამოჩენა. არ უნდა ხალხს გამოჩენა. რატო არ უნდა ხალხს გამოჩენა? საშიშია და იმიტომ. შეიძლება მოკლან, ან დაემუქრონ, ან ჩააგდონ ციხეში, ან გაბანძონ საზოგადოდ. გესმის? აი ეს შიშები თუ სანამ არ გაქვს მოხსნილი, შენ ვერ დაირქმევ თამარ მეფობას. იმიტომ თამარ მეფე უშიშარი იყო, ყველაზე უშიშარი იყო რა. საცოდავი ადამიანი იყო, ყველაზე საცოდავი და დატანჯული, წამებული ადამიანი იყო მეფეთა შორის. მაგრამ ყველაზე უშიშარი. არ დაემორჩილა ყორანთა საზოგადოებას. ბოლომდე გაიტანა თავისი სიტყვა და საბოლოო ჯამში აი ამ ბოლო ჯამის პერიოდში გიორგი ბრწყინვალეც, დემეტრე თავდადებულიც, დავით აღმაშენებელიც, თამარ მეფეც, ყველა მეფე ვინც კი მნიშვნელოვანი, ყველა მეფე უკვე აქ არის. აქ ცოცხალია ხალხო, ცოცხალი. უბრალოდ ზოგი არ ამბობს, არ აჩენს თავის თავს, ზოგს ეშინია თავის გამოჩენის,
აქ იცდება ყველა მეფის ტიტულის წარმომადგენელი სული ზეციდან. აბა რას იზამ? შეგიშინდება? თუ მართლა ისეთი ძლიერი ხარ, როგორც ტიტული გაქვს. ვისაც ძლიერი ტიტული აქვს და ვისაც მეფობა ერთ დროს ჰქონდა, აქ იცდებიან ყველანი. რამდენიც გინდა იმდენი სტალინი საგიჟეთში ჩასვეს, რამდენიც გინდა იმდენი დავით აღმაშენებელი საგიჟეთში ჩასვეს. ნამდვილი დავით აღმაშენებელი და ნამდვილი ვინც გინდა ის სტალინი ვარო თუ ნაპოლეონი ვარო თუ ვინც გინდა ის ხარ, ხო? ნამდვილი ვინც არის იმას ხელს ვერ დაადებენ. თუ კი ის გამოვა საჯაროდ და იტყვის მე ვარ დავით აღმაშენებელის რეინკარნაცია, ვერაფერს ვერ უზავენ, ვერც საგიჟეთში ჩასვავენ, ვერც ორ თამარ მეფეს ვიცნობ, რომელიც საგიჟეთში პირადად მივაკითხე. ანუ ხვდებით ხო? ხელს ვერ დაგადებენ. რატო იმათ თქვეს და მოუწიათ საგიჟეთში წასვლა, მე ვთქვი და არ მომიწია? მაშინ განსხვავება ყოფილა აქ ერთ რამეში. ვინც რეალურად თამარია, ის ვერ ჩაჯდება საგიჟეთში და არ ჩაჯდება, რადგან ზეციური წარმომადგენლობა არ დაუშვებს ამას. არავითარ შემთხვევაში. გესმენთ? და ვინც არ არის რეალურად თამარი, იმას ვერ იცავენ ზეციდან, იმიტომ რომ ტყუილს ამბობდა, როგორ დაგიცვან ზეციდან. ვინც სიმართლეს ამბობს, იცავენ ზეციდან. ამიტომ მე ველოდები, სად არიან გიორგი ბრწყინვალე? აგერ ჩვენ დემეტრე თავდადებული გავიგეთ, სადაც არის. ჩემი პირიდან გავიგეთ, სადაც არის და ეს არის გურამ დადიანიძე. დემეტრე თავდადებული არის გურამ დადიანიძე. რანაირად გამოვიდეს და რანაირად თქვას რომ ვარო, იმიტომ რომ დატყვევებული ყავთ. და მე ვფიქრობ რომ გურამ დადიანიძე არის ამ ჭრილის მიხედვით, ხო, თუ კი მისი ისტორია რაც გავიცანი, ვიმსჯელებ, არის დავით ულუ ან დავით ნარინი, რომელი ყავდათ, ულუ თუ ნარინი, საპყრობილეში რო ყავდათ 5 წელი. მოიცა, ეს იყო ულუ, დავით ულუ უფროსია, დავით ნარინი პატარაა, ხო, უმცროსი ყავდათ. აი ეგ ულუ და ნარინი ერთ-ერთი დავითი, რომელიც იყო ლაშა გიორგის შვილი. ლაშა გიორგის შვილი, მოდი აბა, მოიცა, ჯერ გავიგო დავით ულუ იყო თუ დავით ულუ იყო, მე მგონი, მოიცადე. ნარინი უფროსია თუ უმცროსი, აბა, მოიცა. კითხოთ სად ხარ? მე მაინტერესებს მე-12 საუკუნიდან ყველა დაბადებულია. მე-12 საუკუნიდან ყველა დაბადებულია. ახლა მე მაინტერესებს გურამი თვითონ მე-12 საუკუნეში ვინ იყო? მაინტერესებს, იმიტომ რომ როგორც ჩანს კავშირშია ჩემთან. მაღელვებს ეს საკითხი, ხო? რაღაც შემთხვევაში კავშირშია ჩემთან. ვფიქრობ, ვინ იყო, იმ პერიოდში ვინ იყო? მე ეგ მაინტერესებს. და ინტუიციურად მივდივარ იქამდე, რომ გურამი იყო ან დავით ულუ, ან დავით ნარინი, რადგან დავით ულუ იყო ტყვეობაში, მე მგონი ულუ ტყვეობაში იყო. ეს ბავშვი მოიპარეს ან რუსუდანმა მამიდამ, აქაც მამიდაა საკითხი, ხვდები, რუსუდანმა თამარის შვილმა უკვე. თამარის შვილმა რუსუდანმა, მამიდამ არა, თამარის მამიდამ არა. თამარის შვილმა რუსუდანმა, როდესაც ის უკვე მეფედ არის ასული, ლაშა გიორგი უბარებს, რომ მიხედე ჩემს შვილსო რა, როდესაც კვდება. და ისე მიხედავს რუსუდანი, რომ თავის შვილს ხომ გაათხოვებს მუსულმანზე და თურქეთში გააგზავნის გურჯი ხათუნს, თამარი ერქვა იმასაც. ხო და მერე გაუგზავნის თავის ძმისშვილს, რომ მოკალითო.
და ვერ გაიმედებს ის თავის ძმისშვილი მოსაკლავად და იმას იზავს თავისთან დაიტოვებს. საბოლოო ჯამში ეს რუსულანი ისეთ საზიზღვრებებს იზავს, რომ სიძეს გაუგზავნის წერილს, რომ იცო მაგ ჩემს შვილსო ამ თავის ბიძაშვილთან ურთიერთობა აქვსო და იმიტომ არ უნდა რომ მოკლასო და ისე აცემინებს თავის შვილს, რომ სისხლები დაასისხლიანებს თავიდან ბოლომდე. არ მოკლავენ, მაინც ჩააგდებენ დილეგში. 5 წელი არის ორმოში, ცხოვრობს ორმოში. სასწაულებრივი ძალებით მას აწვდიან საჭმელს, საკვებს არ შეიძლებოდა. დავით ულუ უფროსია, ნარინი არის უმცროსი. კარგი, აი ნარინი, დავით ნარინი. დავით ნარინი არის რუსუდანის შვილი, დავით ულუ უფროსია, ხო? ან დავით ულუ არის დილეგში. ხო და რა მოხდება, იცით? მოხდება მაგის ისტორია რომ გაიგოთ მე რა მოხდება და როგორ გამოვა საერთოდ იქიდან და როგორ გადარჩება. ეგ უკვე სასწაულებრივი არის. აი ნახეთ, საერთოდ აღარ მაქვს ალერგია, მაგრამ საინტერესოა. გურამ დადიანიძე არის დავით ულუს რეინკარნაცია? ვაუ. დავით ულუს რეინკარნაცია, რა გავარტყი ასე ხარ? დავით ულუ მეფე გიორგის მეოთხის ლაშა ვაჟი იყო. გიორგი ლაშას ვაჟი იყო. აი, გავარტყი კი არა, ინტუიცია მაქვს უმაგრესი რა. ესე იგი, გურამ დადიანიძე არის დავით ულუს რეინკარნაცია. ხედავთ ჩვენ როგორ მივდივართ? რეალურად უკნიდან წინ მივდივართ. ეხლა თამარ მეფის დრომდე მივდივართ. ესე იგი, დავით ულუს მივადექი. დავით ულუს ეპოქა იყო უკვე ზუსტად ის ეპოქა ეხლა დრო ხო დაჩქარებულია. რეალურად ერთი კი არა და რა როდის იყო დავით ულუ, რომელ წლებში იყო? თამარ მეფე აქ უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი 1200 რომელი წელი იქნებოდა ეხლა ეს? 1200 საქართველოს მეფე დაახლოებით დავით ნარინი, დავით ულუ მაინტერესებს 1260-1270 წელს. ვა! ესე იგი თამარ მეფე აქ უკვე არის გარდაცვლილი 15 წლის გარდაცვლილია თამარ მეფე. სავარაუდოდ თამარ მეფე არ იცნობდა თავის შვილიშვილს. თავის შვილიშვილს არ იცნობდა, იმიტომ რომ რანაირად იქნებოდა ეგ ახლა? დაბადება, ხო, დაბადება, გამეფება იყო 1257 წელს. როცა დაიბადა იყო 1215 წელი. ესე იგი, თამარ მეფე ამ დროს უკვე 1203 წელს გარდაიცვალა თამარი და არა 1213 წელს როგორც ამბობენ. 1203 წელს გარდაიცვალა დაახლოებით ეგრე, ისიც თუ კი და 1215 წლამდე, 13 წლამდე რუსუდანმა იმეფა მამიდამ. ოღონდ არავინ არ იცის ეს. ლაშა გიორგი ყავდა თავის მოსაყდრით. ლაშა გიორგი მცირეწლოვანი იყო, მაშინ ვერ იმეფებდა უბრალოდ. და რუსუდანიც ეხლა 2015 წელს იქნებოდა უკვე ესე 16 წლის გოგო რა. 16-17 წლის გოგო, რომელიც გაათხოვეს და სავარაუდოდ მაგ დროს გაუჩნდა შვილი რა და ხო, აი რუსუდანზე რო ამბობენ ცუც, ხო? ეგ ისეთიო და ეგ ისეთიო. ბიჭო, კარგი რანაირად უნდა ყოფილიყო, ისეთი პერიოდია მაგ დროს, განუკითხაობაა მეფის კარზე. ეგ რო იცოდეთ თქვენ არ იტყოდით რუსუდან, არც ერთ მეფეზე არ იტყოდით ცოდი იყო, ისეთ საცოდავები იყვნენ მეფეები რა რო იცოდეთ. მეხსიერება ჩახშობილი აქვს, არ ახსოვს არავინ. არ ახსოვს არავინ, ვის არ ახსოვს არავინ.
თამარ, იმიტომ გაქვს შენ თამარსაც ხომ არ ქონდა. ხო, იმიტომ აქვს მე, აბარა თამარ მეფესაც მსგავსად ქონდა. მოკლედ 2012 წელს, 2011 წელს მსგავსი ალერგია მემართებოდა? მაშინაც ჯადოზე იყო დამოკიდებული? მაშინაც უნდათ თამარ მეფის მოკლა? გაჩერდა. თამარ მეფე არ იყო, მაშინაც უნდათ თამარის მოკლა? ხო, ნაწილობრივ უნდა. მოკლედ ერთი სიტყვით, ჩვენ რა წყევლებიც გვაქვს წინა რეინკარნაციებიდან გადმოყოლილი დღესაც მოქმედებს, რო იცოდეთ, ეს რო იცოდეთ. ყველა წყევა მოსახსნელია არა მხოლოდ ამ დაბადებაში. ეხლა უყურე, მე ვფიქრობ, ან ნახე დავით ულუ, დავით ნარინი არიან ორმეფენი. ორმეფობა არის საქართველოში. ორმეფობა იმას ნიშნავს, რომ ორი პატრიარქი ყავს. უცელი. გურამი არის რეალურად იოანე ნათლისმცემლის რეინკარნაცია. იმიტომ რომ დემეტრე თავდადებული იყო იოანე ნათლისმცემლის რეინკარნაცია. იოანე ნათლისმცემელი კი ელიას რეინკარნაცია იყო. ელია, რომელიც უნდა გამოჩნდეს და ბოლოს ყველაფერი შეცვალოს. რეალურად გურამის გამოჩენა ყველაფერს შეცვლის. ანუ ელიას გამოჩენაა. ამის შემდეგ გამოჩნდება, ამის შემდეგ დაინახავენ თამარს. იმიტომ რომ როგორც ჩანს, ეს თუ არ მოხდა ელიას მოსვლა, აღდგომა ვერ ხდება და იმიტომ ვერ იმაშვები რა, აღდგომილი ვარ, მაგრამ აღდგომა უნდა დაინახოს საყოველთაოდ ყველამ. თუ ვერ დაინახა, მე კი ვხედავ, აღდგომა დაწყებულია, მაგრამ საყოველთაოდ ხო უნდა მოხდეს აღდგომა. თუ ვერ დაინახეს ეს, რომ აღდგომა დაწყებულია, კაცობრიობა, მაშინ აღდგომა აღიარებულად არ იქნება. სავარაუდოდ გურამის გამოჩენას, ელიას გამოჩენას ენოქი უკვე გამოჩნდა. ენოქი რეალურად გამოჩენილი, ნახეთ. ეს არის ენოქის წიგნი. ენოქის მეორე ნაწილიც გამოსულა ეხლა. ეს პირველი ნაწილი მე ვთარგმნე, მაგრამ მეორე ნაწილი ვინ თარგმნა არ ვიცი. ლევან პეტრიაშვილი ყიდის მაგ წიგნებს. ელიამ თქვა ესეთი, ელიამ კი არა და ენოქმა თქვა ესეთი რაღაც. მე ენოქს უძახი, იმიტომ რომ ენოქით კი დაარქვა იმან, მაგრამ ენოქს უძახი, იმიტომ რომ ერქვა ჰენოხ. ენოქმა თქვა და წერია, რომ მე, როდესაც მოვალო, ჩემს ნაწერებს მივცემო იმ ხალხს, რჩეულებს. მე ფიზიკურად არ მოვალო, არ იცახის თუ ფიზიკურად გამოჩნდებიო. მე როცა გამოჩნდებიო, ჩემი ნაწერი მიუვათ ჩემს შვილებსო, ესე წერია, რომლებიც შეცვლიან მერე ყველაფერსო და სამართალი დამკვიდრდებაო. წიგნი ენოქისაი უკვე წინ 2000 რომელ წელს გამოვიცა? 2000 აქ წელი არ წერია. მაშინ უკან ეწერა. წელი როგორ არ დააწერეთ, ბიჭო? დაგავიწყდათ? წინა წელს გამოვიცა ერთი სიტყვით რა, 2025 წლის დასაწყისში გამოვიცა. თუ შუალედში. წელი როგორ არ დააწერე? ლევან, დაგავიწყდა ბიჭო? და უკვე გამოჩენილია. ეხლა ელიას გამოჩენას ელოდებიან. და ელია უკვე აგერ გურიკას სახით უნდა გამოჩნდეს უკვე რა. გურამის გამოჩენა, ელიას გამოჩენა იქნება იგივე? გურამის გამოჩენა, ელიას გამოჩენა. ელია ცოცხა გურამი არის ელიას რეინკარნაცია, ესე იგი.
ხო? ხო და ესე რა. ხედავთ, თქვენ ხართ ჩემი ფსიქოლოგებიც და ექიმებიც მეთქი. ხედავთ, რომ კარგად სუნთქავ ახლა. აი. ცოტა იქ რაღაც სიღრმეში კი, მაგრამ კარგად სუნთქავ, უკვე აღარ მიჭირს სუნთქვა. ასე რომ თქვენ ხართ ჩემი გადამრჩენელი და მე ვარ თქვენი გადამრჩენელი. ჩვენ ვართ ერთმანეთის გადამრჩენელები, ესეა. ხო და ჟამი არ არის ისეთი, როგორცაც გიყვებოდნენ, რომ ცა გაიხსნება და იქ რაღაცა მეჯიკ მოხდება და იქ ლაზერებით და იმეებით, იმის არა სტარუსებით იომებენ ურჩხულები და ქრისტე. არა ხალხო, აქ ჩხუბობთ უკვე და ვომობთ. ქრისტე ომობს ანტიქრისტეს წინააღმდეგ. ანტიქრისტიანული იყო ის, რასაც დღემდე აკეთებდა ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლობის სახით. ქრისტე არის ის, რომ ცდილობს, რომ დაგანახოს, რომ არ არის ეგ, არა ვარ მე, ეგ მე არა ვარ. თავზე ქუდი, ოქროს ქუდები არ მახურავს, 9 მილიონი ჯიპებით არ დავდივარ, არ ვარ დიდება მოყვარული, არ ვარ ვერცხლ მოყვარული, არ ვარ ხალხს ვეხმარები, ამობს ქრისტე. ამას ვაკეთებ. რომელი მღვდელი აკეთებს ქრისტესნიერად რამეს? არც ერთი. ხო და მაშინ ქრისტეს სახელით საუბრის აკრძალვა აქვთ მაგათ. დაახლოებით როდის გამოჩნდება გურიკა სექტემბერშიო? ამ წელს გამოჩნდებაო უკვე მითხრა, მკითხე. ამ წელს გამოჩნდებაო. ხო და აგვისტოს ბოლომდე არ გამოჩნდება. 28 აგვისტომდე არ გამოჩნდებაო, ესეც მე. ასე რომ ხალხო დროა გამოფხიზლების და დროა გაღვიძების. ეს არის გაღვიძება, ეს არის აღდგომა, მკვდრების გამოჩენა, მკვდრების აღდგომა. ყველამ თავისთავად უნდა გაიხსენოს, ყველამ უნდა გაიხსენოს ვინ არის. მე ინტუიციურად შემიძლია ჩემთან კავშირში ვინც იყო, ის გავიხსენო. აი ჩემთან უშუალო კავშირში ვინც იყო, ისინი იმათთან ყველასთან მიმიყვანა, ყველასთან არა. ვინც მნიშვნელოვანი იყო, იმასთან მიმიყვანა ღმერთმა უკვე. ისინი ამომაცნობინა. ეგ სხვა საკითხია, იმათმა გაიხსენეს თავისთავად თუ არა, მაგრამ მე ხომ გავიხსენე, მე ხომ ვიცი და მე გამახსენა ღმერთმა. ისინი როდის გამოფხიზლდებიან, ეგ ჩემი საქმე აღარ არის უკვე რა. ვინც გამოფხიზლდა, ის გამოფხიზლდა, ვინც ვერ გამოფხიზლდა, ვერ გამოფხიზლდა. რა ვქნა, ვერ ვეტყვი, რომ მაინც გინდა თუ არა გაიხსენე მეთქი. ის როცა გაიხსენებს. თუ ვერ გაიხსენებს, ვერ მოიპოვა სიცოცხლე, ესე იგი. ვერ გადავიდა სიცოცხლეში. იმიტომ რომ ის კიდე ჩარჩენილია იმაში, რომ არ სჯერა და თუ არ სჯერა, რა ვქნათ ახლა. ზეციური ძალები ამობენ, ვინცაც სჯერა და ვისაც წამს, იმას ვუშველით. სხვას ვერ ვუშველით. დაახლოებით როდის გამოჩნდება, ხო ეს კიდე რაღაც რამდენი საინტერესო რამე გავიგეთო. ხო, ძალიან საინტერესო რაღაცები გამოდის და ეს ადვილი არ იყო ეს გზა, ეხლა მე რაც ვთქვი, თამარის გზა ადვილი არ არის. იცით რა მხალა ბრძოლებია, ბავშვ დაბადებიდან, მუცლიდანვე ბრძოლები აქვს თამარს. ხო გეუბნები, დედაჩემს ეუბნებოდნენ, მკვდარია ბავშვი უნდა გამოგიღოთ, ან ჩემი 10 შეხვა უნდა და 9-თვის ასაკში რა. და რას მერჩოდნენ? რა, ექიმი ისეთი დებილი იყო, რომ ვერ იგებდა, რომ ცოცხალი ვიყავი, თუ კი მედდები იგებდნენ, რომ ცოცხალი ვიყავი, ის რატო ვერ იგებდა, რომ ცოცხალი? დავალება ქონდა, ხო? ვისგან ქონდა დავალება, თუ არა, აი ამ დიდი ნაწილის, ხო? მოგვებმა ქრისტე რო უნდა დაბადებულიყო, წინასწარ იცოდნენ და მოგვები მარტო მაშინ კი არ იყვნენ, ეხლაც არიან მოგვები და ეხლაც კარგად იციან რა ხდება. საინტერესო ადამიანი ბრძანებით, მადლობა, ასევე განათლებულიო. მადლობა თქვენ, რომ განათლებულს ხედავს, ხოლო ბნელი ვერ ხედავს და გიჟი გონია. ხო და ვინც ბნელია, იმას ვერ აუხსნი, რომ განათლებული ვარ, რა ვქნა, ბნელს აუხსნი, როგორია ბნელობა და დაანახებ შენ თავს ბნელად, მაგრამ განათლებულს ესმის, რასაც ვლაპარაკობ და იცის საკითხები. აღიარებაც არ უნდათ უჭირთ ბევრს აღიარება და ნიშნებით შეიცნობაო ქრისტე ამბობს, ნიშნებით შეიცნობა ყველაფერი. ნიშნებია ესენი. ეს სამი ხალი, თამარს როგორც ჰქონდა, უკვე გითხარით, ბეთანის ეკლესიაში ეს უკვე წაუშალეს. მაინც ვერაფერს ვერ წაუშლით, ვერ ამოშლით თამარისგან იმ ხალს. წერია თამარი. თამარის გარეგნობა ზეციურ წიგნში წერია. იმას ვერ ამოშლით, რაც არ უნდა ფრესკებს მოაცალოთ.
ვერ ამოშლით თამარის სახელს ვერ ამოშლით ზეციური სიცოცხლის წიგნიდან, იმიტომ ვერ ამოშლით, რომ იქ უკვე წერია, დაბადებიდანვე წერია თამარი იქ. გესმით? და ეს იმიტომ კი არ არის, რომ მე მაგარი მგონია თავი. მაგარი ვარ. იმიტომ რომ სიმართლეები გამომაქვს უშიშრად. კი. ასეთ სიმაგრეებს თქვენც გისურვებთ, რომ ესე მაგრები თქვენც ყოფილიყავით. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, იმხელა დაცვა მაქვს, რომ დედის წყევლას გადაურჩი. წარმოიდგინე ყოველ დღე ვიწყევლებოდი დედაჩემისგან და ისეთი წყევლები იყო, რომ ეგეთ წყევლებს არც მინდა გავიმეორო. დედის წყევლას რო გადაურჩება ადამიანი, იმას ვერაფერი ვეღარ მოკლავს. შანსი არ არის. როგორი ბავშვი იყავით, ეგ უნდა კითხოთ დედაჩემს. თუ უნდათ დაიბარონ მედიებს ძალიან მაგარი თემა აქვთ. ეხლა დაიბარონ დედაჩემი და გამოკითხონ როგორი ბავშვი ვიყავი. მე არ უნდა მკითხონ, მე რა ვიცი როგორი ბავშვი ვიყავი. მახსოვს, რაც მახსოვს ის კი გითხარით და რაც არ მახსოვს დედაჩემა იცის. მამაჩემი ცოცხალი აღარ არის. რა გიჟი თამარ სიმართლეს ამბობ ყველაფერსო. ხო და ხო იცი მართალი ადამიანები გიჟი გონიათ ხოლმე. ბნელებს. ხო, ესია. ეხლა დაგემშვიდობებით მეგობრებო, 57 ადამიანი მიყურებთ და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენი, რაც ილია წაიყვანეს და დაუშვეს წერტილი. მას მე მგონი ადამიანმა ცოტა გამოიხედეს თვალებიდან და დაიწყეს ჩემი დანახვა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ილიას სიკვდილის მერე ჩემი ვიდეოები მიდის და ხალხი ხედავს და ხედავს. ანუ რა მოხდა მაგ დროს, ალბათ ჯადო ქონდა რაღაც გაკეთებული რა, რომ ვერ დავენახე ხალხს. მაგაზე შეიძლება ადამიანმა ჯადო გააკეთოს, იცით? რომ ვერ დამინახონ, ვარსებობ, მაგრამ ვერ ვხედავენ. ბავშვობიდან ეგრე ვარ, სადაც არ მივედი, მე ვერ მომჩნევდნენ. საერთოდ ვერ მომჩნევდნენ. ესე მეკონა სული დავდიოდი რა, ესე რომ კაცო, ვლაპარაკობდი არ ესმოდათ. კითხვასვავდი არ ესმოდათ. ვამბობდი არ ესმოდათ დღემდე. რაც ილია მოკვდა, იმის მერე მე მგონი ჩემი ხმა გაიგო ადამიანმა და დამინახა, დაიწყო ჩემი დანახვა. გესმით? და გააზრება რას ვლაპარაკობ იმის. ამიტომ პირდაპირ ჯადო იყო გაკეთებული, მოდი ეგ მაინტერესებს რა. ილია მეორეს და მის სასწავს ჯადო ქონდათ შემზე გაკეთებული, რომ ვერ დავენახე ხალხს. არა, უფრო გვიანია. ილია მეორეს არა, უფრო ადრინდელია ეს. დაჟე თამარ მეფის მე-12 საუკუნემდე ქონდათ გაკეთებული ჯადო, რომ მე ვერ დავენახე. ესე იგი, თავიდანვე რაღაცა ძლიერი სული ვარ. ანუ მე ეხლა კითხვა მაქვს რა. დაბადებიდან ვიყავი? დაბადებიდან ლილიტი ვარ. და იახვეს ქონდა გაკეთებული ჯადო, რომ ლილიტი ვერ დაენახათ? შო დავიჭირდი. იახვე ყოფილა ყველაფერი, რაც ყოფილა თავი და თავი. ილია მეორე იახვეს რეინკარნაცია იყო? დამარცხებულია მეგობრებო. ანტიქრისტე დამარცხებულია. იახვეც დამარცხებულია. იახვეს ქონდა ლილიტზე გაკეთებული ჯადო, რომ ვერ დაენახათ. ეს მოდის როდიდან იცი დაბადებიდან მოდის. როგორც ჩანს, ეხლა ბოლო ჟამს უკვე მოხდა ეს გადაწყვეტილება და გაიმარჯვა ლილიტმა. იმიტომ გაიმარჯვა, რომ მართალია და სიმართლეც იწახის. რატო ქონდა ადამიანს გაკეთებული ჯადო ვიღაცაზე, რომ არ დაენახათ? ესე იგი რაღაცა მნიშვნელოვანი პირია, ხო? ხო, მნიშვნელოვანი პირია. რატო არ უნდა დაენახათ ლილიტი? რას აშავებდა ასეთს? არაფერს არ აშავებდა თუ არ აკეთებდა. ლილიტი იყო სიტყვა? ლილიტი იყო სიტყვა? ლილიტი არის სიტყვა?
იმიტომ ამბობს სამარი, ვინც ჩემი აკლდამაში შემოვიდეს და აიპოვოს, სიტყვა იყოსო? ამიტომ ამბობდა თამარი? თამარმა იცოდა მაშინაც რომ ლილიტი იყო? ესე იგი იცოდა. ანუ ლილიტი ყოველთვის იხსენებდა თავის თავს, მაგრამ ვერ ერეოდა იახოს. ახლა მოერია. ეს არის ბოლო წერტილი, იმიტომ რომ ქრისტე დაეხმარა ლილიტს. ქრისტე დაეხმარა ლილიტს. ლილიტი მაგდალინელი, მარია მაგდალინელი ლილიტი იყო? მარია მაგდალინელი თამარ მეფე მარია მაგდალინელი იყო? საინტერესო რაღაცები გამოვიდა მართლა რა. ჟუანტელმა დამიარა ეხლა სულ. კარგით მეგობრებო, წავედი ახლა მე, გავიაზრებ ამ ყველაფერს, რაც გაჟღერდა დღეს და ბევრი სიახლე გველოდება ძალიან მალე. დროებით.